მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს ტრადიციისამებრ მინდა შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემით თუ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. აი ასეთი უმშვენიერესი დასტით გვექნება საჯარო გაშლა დღეს და მოდით ახლა დავარიგებ ვარიანტებს. ხო, ვარიანტი გვექნება სულ ორი. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. პირველი და მეორე. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და მოდით დავარიგებახლავე ვარიანტებს. რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში 2 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით? რა გელოდებათ აბა ვნახოთ? რა ელოდება პირველ ვარიანტს და რა ელოდება მეორე ვარიანტს? აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. და ხო მეგობრებო, ფონი შევცვალე ალტარის. კარგით, ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ვაპაუზებთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი, აბა ვნახოთ თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. ვნახოთ აბა. და აქ ამოვიდა არკანით ასების რაინდი, მეგობრებო. შეხედეთ, გულწრფელად ვიტყვი, რომ კონკრეტულად ეს სიუჟეტი შეიძლება არ ვიცოდე, ხო, რაღაც გარკვეული სიუჟეტები ამ არკანებიდან, მაგრამ ტაროს თავისი სისტემა აქვს, თავისი წაკითხვის მეთოდები. ამიტომაც კონკრეტულად მე რას ვხედავ ამ არკანში. ეს არის ბრძოლა საკუთარი ინტერესებისთვის, საკუთარი სურვილებისთვის. და ამ შემთხვევაში მე თქვენ კი ვერ გხედავთ ამ არკანში, არამედ ვხედავ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ თასების რაინდს, რომელიც იბრძვის თქვენი რაღაც ყურადღებისთვის, იბრძვის თქვენი სიმპათიისთვის, თითქოს კონკრეტული ადამიანი შემოვა ნელ-ნელა თქვენს რეალობაში, ან შეიძლება უკვე შემოვიდიოდეს, ხო? რომელიც რაღაც ისეთ ყურადღებას გამოიჩენს თქვენთან მიმართებაში, ცოტა არასტანდარტულ სითბოს გამოიჩენს, არასტანდარტულად ეცდება, რომ თქვენი ყურადღება მოიპყროს, ხო? არა ნეგატიური, არამედ პირიქით დადებითი თვალსაზრისით. თუმცა უმეტესობასთან აქ რეზონირდება როგორც გარკვეული ინიციატივა და სხვა დანარჩენის კუთხით უკვე თქვენ იქნებით ეს თასების რაინდი. და სხვა დანარჩენის კუთხით, ანუ როგორ? ანუ თქვენ იქნებით თასების რაინდის ენერგიებში, იქნებით შემოქმედებით ენერგიებში, მოგემატებათ რაღაც მუზა, რაღაც мотивация, ხვდებით ხომ? დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს 2 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით. ვნახოთ აბა. არკანი კვერთხების სათიანი და არკანი ხმლების ოთხიანი. რატომ მოიწყენეთ მეგობრებო? ნახეთ, პირველ რიგში აქ მე ვხედავ რაღაც გარკვეულ გადაღლილობას და კანცულობას და კონკრეტულად ამ არკანებიდან გამომდინარე, თითქოს აქ ზოგი თქვენგანი კონკრეტულ ადამიანზე ნერვიულობს ძალიან ბევრს, კონკრეტულ მამაკაცზე, იმაზე რომ კონკრეტული მამაკაცი რატომ არ მოქმედებს, ან რატომ აღარ მოქმედებს ისე როგორც აქამდე მოქმედებდა, ხო? აი რაღაც ასეთი ფიქრები, რაღაც ასეთი ცოტა ნეგატიური ეჭვები იგრძნობა კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით. მაგრამ მოდით ვიქნები მაქსიმალურად პირდაპირ თუ თქვენ არ ხართ ამ ადამიანთან ერთად, ანუ თუ თქვენ ჩაიფიქრეთ ვიღაც ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენი პარტნიორი არ არის, ამ შემთხვევაში პირდაპირ გეტყვით, რომ სადარდებელი აქ ნამდვილად არაფერი არ გაქვთ და მესმის ახლა ძალიან მარტივი არის ალბათ ჩემი მხრიდან რომ გითხრათ და თქვენი მხრიდან ბევრად უფრო რთული არის ეს გააკეთოთ და რეალობად აქციოთ, მაგრამ შეძლების დაგვარად აქ თქვენ უნდა გააკეთოთ მაქსიმალურად სწორი დასკვნები და ნუ შედიხართ ილუზიებში, ნუ შედიხართ ზედმეტად დიდ მოლოდინებში, ხო? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენი იმედები და ჩვენი მოლოდინები არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი და არც ერთი ადამიანი არ არის ვალდებული ჩვენი მოლოდინების მიხედვით ცხოვრობდეს და რა თქმა უნდა არც ეს პიროვნება. თუ ეს პიროვნება მithometes თქვენი პარტნიორი არ არის, ამ შემთხვევაში საერთოდ ნუ რაფერს ნუ მოითხოვთ ამ ადამიანისგან. უბრალოდ დატკბით ამ ადამიანთან კომუნიკაციით. ხოლო
თუ ეს არის თქვენი პარტნიორი, რომელმაც ყურადღება მოგაკლოთ, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, იცით, ნებისმიერ შემთხვევაში აქ მე ვხედავ იმას, რომ თქვენ ცოტათი ილუზიებში ხართ. კი, ოდნავი რაღაც ყურადღების მოკლება ჩანს აქ, კი ბატონო, მაგრამ ძირითადად აქ თქვენ გეზვიადებინებათ რა სიტუაცია, მოდით ასე ვიტყვი. და ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ ამას ძალიან ნათლად დაინახავთ. მოგვარდება ეს სიტუაცია, არკანი ხმლების ცხრიანი, აი ძალიან დარდობ და ძალიან ილუზორული დამოკიდებულება აქვთ. არკანი სამყარო. მოგვარდება ეს სიტუაცია აუცილებლად, მაგრამ სანამ მოგვარდება, მანამდე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ყველაფერი, რაც მე აქამდე გესაუბრეთ, ის კარგად გაიაზროთ და კარგად შეუშვოთ თქვენს ცნობიერში. იმიტომ რომ ამ ადამიანთან თითქოს აი უმეტესობამ ვიღაც ისეთი ან მეგობარი ან პოტენციალური პარტნიორი ჩაიფიქრეთ, ვისთანაც აი რაღაც სერიოზული ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ ხდება. და თითქოს უკვე ნაადრევ ეტაპზე რაღაც ნაადრევი ზედმეტად ბევრი მოლოდინები გაქვთ, ზედმეტად ბევრი მოთხოვნები, გარკვეული overthinking-ი, შფოთვები გაქვთ ამ ადამიანთან დაკავშირებით და ეს შფოთვები საკმაოდ უსაფუძვლოა. მხოლოდ იქედან მოდის რომ აი რაღაც ძალიან მცირედი მოგაკლოთ ადამიანმა. ისიც სავარაუდოდ გაუაზრებლად ან შემთხვევით. ამიტომაც აი ყურადღების მოკლება ჩანს რა. და ეს სიტუაცია ამ ერთი კვირის განმავლობაში მოგვარდება აუცილებლად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რაც მე გითხარით. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც ამოირჩია ნარინჯისფერი ქვა და ვნახოთ, აბა. და აქ ამოვიდა პენტაკლების 6-იანი. თქვენთვის ამ ერთი კვირის განმავლობაში იტრიალებს ისეთი ენერგიები, სადაც თქვენ სწორად უნდა გაანაწილოთ თქვენი ფინანსური ენერგია, ზოგადად თქვენი ენერგია, მაგრამ განსაკუთრებით ფინანსური ენერგია, ხო? და ნახეთ კონკრეტულად ამ არკანში იცით როგორ რაღაცას ვხედავ. ზოგადად ადამიანები ძალიან მივეჩვიეთ კაცობრიობას ვგულისხმობ, ზოგადად ტყუილებს, სიცრუეს, ცრუ ინფორმაციების გაზიარებას, ადამიანებს იმის პრობლემაც კი აქვთ, რომ ინფორმაციები სწორად გადაამოწმონ, ხო? და ნახეთ ტყუილი ილუზიები ეს ყველაფერი ის არის, რაც სამყაროს მაქსიმალურად არ უყვარს, რაც სამყაროს მაქსიმალურად არ მოსწონს და ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ გულურწმელნი პირველ რიგში საკუთარ თავთან და რა თქმა უნდა სამყაროს წინაშე, ხო? ადამიანების წინაშე. და თითქოს ამ ერთი კვირის განმავლობაში ზუსტად ამ კუთხით მოგიწევთ მეტი დაკვირვება, მეტი დაფიქრება, ცოტა ასეთ ფილოსოფიური თვალსაზრისით. და პლუს ამასთან ერთად, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, თქვენი ფინანსური ენერგიის სწორი განაწილებაც. კარგად დაფიქრდით, ვის რა სახის ენერგიას უზიარებთ, რამდენად იმსახურებს ადამიანი თქვენგან ამა თუ იმ ენერგიას, ხო? დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ. რა ელოდება მეორე ვარიანტს 2 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით. ცოტა დიდი დასტა არის. არკანი პენტაკლების 9-იანი. შეძლებთ რომ ძალიან სწორად გაანაწილოთ თქვენი ენერგია. ნახეთ პენტაკლების 6-იანი და პენტაკლების 9-იანი. 6-იანი არის უფრო რაღაც მატერიალური ასპექტების ენერგია და პენტაკლების 6-იანი არის ამ მატერიალური ენერგიის სწორი განაწილება, ხო? ხოლო პენტაკლების 9-იანი არის ყოველთვის ფინანსური ენერგიის შედეგი. თქვენი შრომის შედეგი, თქვენი მუშაობის შედეგი. ამ ერთი კვირის განმავლობაში აუცილებლად იგრძნობთ ფინანსური ენერგიის რაღაც გარკვეულ მატებას. ვიღაცისთვის ეს სავსებით შესაძლებელია იყოს დაწინაურება, მოულოდნელი ხელფასი, მოულოდნელი ბონუსი, მოულოდნელი ფინანსური სასიხარულო ინფორმაცია, ენერგია, ხო? იმიტომ რომ ზოგი თქვენგანი შემთხვევაში აქ შეიძლება რეზონირდეს როგორც დაუშვოთ არა ფინანსური არ ვიცი, არა კარიერული ზრდა, არამედ ვიღაც გაჩუქებთ, ხო? რაღაც განსაკუთრებულ საჩუქარს. ხმლების 5-იანი. აქ ასევე იგრძნობა
ისიც რომ თქვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც აკვირდებიან თქვენს კეთილდღეობას, თქვენს ფინანსებს, არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ აქ ცოტათი იქურდონ, დაგიმტკიცონ, რომ თქვენზე კარგები არიან, აი უშუალოდ ემოციური თვალსაზრისით ცდილობენ ქურდობას და ამ ერთი კვირის განმავლობაში ეს ქურდები ცოტათი წინ წამოიწევენ და მოახდენენ საკუთარი თავის დემონსტრაციას. ამიტომაც მეორე ვარიანტი ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ რაც უფრო რესურსიანი ხართ თქვენ, მით უფრო ინტენსიურად მოდიან თქვენკენ ენერგეტიკული ქურდებიც, ხო? იმიტომ რომ ქურდებს უნდათ მხოლოდ რესურსიანი ადამიანებისგან მოპარვა. ვისაც არ აქვს არაფერი მოსაპარი, იმისგან როგორ მოვიპარავთ, ხო? კარგით, კიდევ ერთი არკანით მინდა რომ დავაგვირგვინო, მეორე ვარიანტი. პენტაკლების 4-იანი ფინანსური ენერგიის სტაბილურობა. როგორც ჩანს, მეორე ვარიანტს აქ გექნებათ მეტი კონცენტრაცია ფინანსებზე და ფინანსური ენერგიებზე და თანაც ეს კონცენტრაცია იქნება ძალიან ჯანსაღი, ძალიან სწორად განაწილებული, ძალიან შედეგიანი, ძალიან ნაყოფიერი, მიუხედავად იმისა, რომ აქ ვიღაცეები ეცდებიან იქურდონ, ხო? მაგრამ ნახეთ, მე რატომ ვისაუბრე თავდაპირველად სწორ განაწილებაზე. ხანდახან ჩვენ თავად გააზრებულად ვაძლევთ ენერგეტიკულ ქურდებს ჩვენგან ენერგიის მოპარვის შანსს, ხო? და ნახეთ, ზუსტად ამ კუთხით უნდა იყოთ ფრთხილად. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები, ბედნიერი, ნაყოფიერი კვირა და ნახვამდის.